გამარჯობა მეგობრებო. დღეს მოკლედ მივდივართ თელავში, რეტრო და სუპერკარების გამოფენაა და დღეს ასევე არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. თამაშობს PSG, საღამოს ბიჭები იქ ვინ წავალთ, მოკლედ ვაპირებთ რომ ერთად უყუროთ და იმედია რომ კარგად დასრულდება ეს თამაში ჩვენთვის და პლუს ამას ლადო და დავითი მიდიან დღეს მოტომ მოგზაურობაში ევროპაში. თუ სწორად ვიცი, საბოლოო დანიშნულების წერტილი არის ლონდონი და მოკლედ ჰელმეტარიუმიდან ვაცილებთ, ესე ვთქვათ. ლადო უკვე მოსულია თავისი მოტოციკლით და დავითს ელოდება და დავითიც რომ მოვა, მოკლედ ამ მოტოციკლის კადრებსაც გაჩვენებთ. სხვათა შორის ცეცხლმაქრის დაყენება მეც მინდოდა და არ მეგონა თუ ესე კარგად შეიძლებოდა დიზაინში ჩასმა. ხოლო ნახოთ იქნებ ჩემსასაც რამენაირად ჯერ ჩანთები დავუყენა და მე ჩანთების ქვეშ დავუმალო ცეცხლმაქრი, იმიტომ რომ რა ვიცი. მაინც გინდა არ გინდა შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ეს შემთხვევა თუ არა შეიძლება ვიღაცას გზაზე დაჭირდეს და იმას მაინც დაეხმარო და ეგეთი რაღაც აი ვითომ ხო რა არის ცეცხლმაქრი, მაგრამ როცა გჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხდება ეგ რა. ნახოთ თუ სადმე მოხერხდა ჩემ მოტოციკლზე სულ პატარა ზომას მაინც დიდი სიამოვნებით დავაყენებ, იმიტომ რომ აუცილებელია მსგავსი უსაფრთხოების ნივთები რა. ეხა ბიჭებიც მიდიან და ჩვენც გავალთ. მივდივართ საგურამოდან და მერე უკვე თიანეთის გზაზე. ეს ლადო დავითია და მოკლედ ძალიან საინტერესო მოგზაურობაში მიდიან და უსურვებ რომ ყველაფერი ისე ჩაატარონ როგორც დაგეგმილი აქვს და ცოტა კიდე უკეთესად რა. ჩვენც ეხა გავედით რაც დავჭით, ეს დავჭით იმაში ქალაქში. თელავში ველოდებიან 3 საათისთვის. ასრად შეეხება გზა 4 დღის წინ გავიარე და არის ისეთი რა ქვია გაწკრიალებული გზა არის, ერთგან არის მარტო დაახლოებით 200 მეტრიანი ისე გადათხრილია რა, მაგრამ ვარფრის პრობლემა გავივით რა. შვიდობით ჩავალთ, შრალები ჩავალთ და ამ დღეს ჩავატარებთ 5-ზე რა. всё. ერთი ჩვენს. გაფიქრდი? რენელავ შო უკვე დავიფარო და გავიწევ. ეს პირველი გაჩერება კოქეხა, ცხვარი ჭამიდან ჩამოვედით და აქ რო ესეთი გრძელი სწორი გზა მან გავჩერდით რა. ჩემი საბურავის გამო ცოტა ვაწვალე, ვინც უკან მოყვებოდა, იმიტომ რომ იმენა დავგორა თუ მოსახლეობია ბევრი და აქ ეხა საბადურში საკმაოდ ბევრი მოსახლეობია, ამიტომ იმენა მოგორავდი რა. მაგრამ არა უშავს. შემდეგზე აღარ დამიდგებიან უკან. აქ შეიძლება კიდევ ერთხელ ამოვიდე ჩემი მოტოციკლი, ცოტა ან მარტო ან რამდენიმე მეგობართან ერთად და გადავიღოთ რაღაც ფოტოები და ვიდეოები რა. მოკლედ ჩამოვედი თელავამდე, მე პირადად ძლივს ჩამოვედი და გზაში ეთყობა ვიბრაციაზე მოუშვა ეს ბოლტი და გინაღამ გამწვავებო რა, აი ეს დამჭერა სილიკონებია და არ უშვებს მეტი ხოლოს. თიწანი. უკვე აქ მოვედი და რაღაც წინწკლები მოდის და იმედია ძალიან არ დაგვასხავს თორე. სულ ჩავარდება დღევანდელი დღე. საკრავამაზი ფერია. სხვადასხვა ფერი. ნუ ესეც ძალიან ლამაზი მანქანა. ეს არა და ეს. ძალიან გაიგო. ოტო ამოვედით როგორც იქნა თელავში, მოვედით როგორც ფესტივალზე და ისეთი მანქანებია, რაც არ მეგონა რომ იქნებოდა რა, მაგალითად ეს Porsche ესეც ეს მანქანებს საერთოდ საქართველოში თუ არც ეგ არ უცოდი რა. აქეთ ბაიკების პარკინგია
საკმაოდ ბევრი მანქანა. ეს BMW, ეს ამაზია, Volkswagen. ავტომატიკა და რაღაც ახალია უიტელი ამას ჩადებული. მას BMW-ს გადამხდელს გავდა. ესეც აი ესეც კარგი. აი ეს არის გონი ზუსტად ის ფერი რა პროდუქც მინდა ჩემი მოტოციკლი. აი მეტალიკების ეგრეა და საუნის ბარხატი ის მგონი. სანდერ პირდი. მე მოუსწრეთ ბიჭო, ამით 11-ზე არის ჩემპიონატი. ეს შეღებილი კადილაკი როგორც მე მინდა. მეტალიკები ხარ ვიცი აქ რამდენად ჩემს, მაგრამ კარგად გაკეთება. საუნდს ან ისეთი ორიგინალური და კარგი. მაგეთ გასვქონდი კობრა, მაგეთ კორვეტი. წინა აი ეს კობრა. ეს დიდი ალბათობით რეპლიკების გამოშვება და დაიწყეს ის არის. ალბათ. ეს კადილაკის რეგაა. ეს ნახე. ეს ფარები სწორად მისი საჭეს რაც აიგებ იმას მეტყობა და ამ სკოლაში შედიხარ განათლება მიყვება რა. ეხლა ნელ-ნელა რაღაც ცოტა უფრო სტაბილურობისკენ წავიდა სიტუაცია. აქ წავიდა ცოტა. რუდის სმა. აქედან დიდი ალბათობით მე წავედი პირდაპირ სასტუმროში, სადაც საღამოს ფეხბურთს უყურებ ყველანი ერთად რა. თუ სწორად ვიცი რაღაც 40 კაცი ვრჩებით დღეს სასტუმროში. ანუ მოკლედ საღამოს კარგი ისეთი VIP იქნება ფეხბურთის საყურებელი რა. კობრა დღეს აქ ფავორიტი მანქანა რა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან ლამაზი მანქანა. კიდე რა. აქეთ საბჭოთა წარმოების მანქანებია. მოტორები. Mercedes-ები აქეთ. წლიანია როგორც პატრონმა თქვა. სექსიზმში არ ჩავმართოთ, მაგრამ გოგორო კობრას ატარებს. ძალიან უცნაური და ძალიან მაგარია. ეს არის მანქანის სიგნალი. აი თუ ჩანს თეთრი მანქანა რო გადის ახლა, არ მანქანას აქვს ესეთი სიგნალი. ეს არის კობრა. ამ კობრას პატრონი არის გოგო. სიგარეტი დაგივარდა მეგობარ. აი ძალიან მაგარი მანქანა. ნუ აი ყველაზე მეტად ეს მომეწონა მე დღეს რა. რაღაცა სასწაულია. რესტავრაცია გაკეთებული თუ ახალია გავიგე და რომ მოვა პატრონი მკითხავ რა. მაგრამ აი სასწაული მანქანა. ეს მანქანა იდეაში მომდე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეს ნიკას ქონდა გადაღებული ამის ვიდეო და იმდენად ემოციური. იმდენად ესეთი კარგი ვიდეო იყო, რომ იმის მერე კიდე უფრო სხვანაირად მიყვარს ეს მანქანა რა. იცი ძალიან კარგი რაღაცაა. პატარა ინციდენტი ქონდა, ძაღლმა გადამივინა ჯერმე და მე ცოტა გაზი მივეცმი ავაცილე და ჩემს უკან რა მოტოც მოდიოდა და ის დაიჯახა რა და ხო ერთი პატარა ინციდენტი ქონდა. ადგილი არის ესეთი ლამაზი პარკინგი მოტოებისთვის. ლამაზია ჩემი მოტოციკლი. ჩაფურის გაზ ჯერ როგორ წამოხვედი და მე კიდე კაი ვაჟი კონდა მირეკა მეც რო ისო მობრუნდით გზაზე გეოდებით და მოკლედ ეხა მიდის დღეს ხო თამაშია რა PSG ინტერი და ვაინსტალირებთ
პროექტორს, რომ უყუროთ მოკლედ თამაშს ერთად რა. საღამოს აქ საკმაოდ გრივა, ეხლა მაისური მოსვია და რო გითხრათ მწყება მეთქი მოგატყუებთ. ცოტა გრივა რა, მოსაცმელს დიდი სიამოვნებით ჩავისმენდი, მაგრამ არ წამომიღია იმის გამო, რომ ჩანთები არ მაქვს. ამიტომ ახლა ველოდებით რომ მოკლედ გავასწოროთ ეს პროექტორი, დავაკავშიროთ ინტერნეტი, ისეს ყველაფერი და გავემზადოთ 11 საათისთვის. ეს არის ჩვენი სასტუმრო. იქით არის აუზი, რომელიც კარგად არჩანს და ეხლა აქ კედელზე მოკლედ ჩავაბნელეთ და აქ ვუყურებთ ფინალს. თითონოზე ვეღარ გაუძელი ამის ყურებას დავდივარ ნელ-ნელა თაფშტარე უკვე ძალიან დაღლილი ვარ თან ცოტა უდი დავგვით და მიჩემია რომ ცოტა დავისვენ ხოლმე სადღაც 150 კილომეტრის გავა ვიწევს რა აი ინტერნეტი გაუთიშე რა ხო მოკლედ ჯერ არ დამთავრებულა თამაში შეიძლება კიდე 1-2 გოლი გაიტანა ნახოთ რა იქნება და ხვალ დაგიბრუნდებით მე უკვე თბილისში წასვლით. თამაშის მერე ცოტა ძიმე დილა გქონდა. ბაიკები ისევ აქ არის, ყველა სახსავამათი არაფერი არ ჭირს არც ერთს. და ნელ-ნელა ჩვენც ხა უკვე დავიძრობით მოკლედ თბილისისკენ რა. წესით მოვდივართ გომბორის გზაზე. ეგზა მეტად არ მიყვარს, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი მოსახლეობია და ცოტა ნელა მომიწევს გორაობა ისევ რა. მაგრამ არა უშავს, ეგეც სასწაული მაქვს იდეაში კარგად. მოტოციკლის უფრო კარგად უნდა მივიჩვიო. ეს ჩვენი პარკინგი. და ხო ანუ კარგი ვიკენდი გამოვიდა მოკლედ საერთო ჯამში. გაფუჭდა რაღაც პრობლემა აქვს და ევაკუატორი გაჩნდა როგორც იცი რა, იცით. პროსტე ჩაიარა და თბილისში ხوار მიდიხარ და კი. ძალიან გაგვიმართლა მე მგონი მაგრამ ბავშვი ხა ვერ გააკეთეს მე უკვე დაუდეთ ალბათ ევაკუატორს და წაიღებენ რა. ოდეს გააკეთეს ბიჭებმა მოტოციკლი და აღარ დაგჭირდა ევაკუატორის გამოძახება და ეხლა უკვე დავიძალოთ რა გომბორისკენ და დავალთ. აბოლოდ მაინც არ გაიმართა ეს მოტოციკლი ძალიან ხამხელად და ლუსის დაღმართები და ჯობია რომ გამოვიძახით ეხლა ევაკუატორი და იმით წაიღებენ იმას რა. ესე ჩამოვედით თბილისში დავიშალეთ კიდევაც და მე ცოტა მეჩქარება უნდა გავიცე დედა ჩემის დაბადებისკენ და უნდა მივუღოცო ის ახლობა ტელეფონით კი დავუღუში მაგრამ არ მინახავს მოკლედ კარგი რა იყო საბოლოო ჯამში ჩემი ეგ პრობლემა როგორ ანუ დიდად ესე თქო გამოცდილება რო არ მაქვს ამ საბურავზე სიარულის ეგრე ცოტა მიჭირს ამ განიერ საბურავით სიარული რა და ეგ მექნება მოსაგვარებელი. ხო, ეგ მექნება მოკლედ მოსაგვარებელი და უფრო კარგად დასამდგომებელი რა როგორ უნდა გავაკეთო რა. დანარჩენი ძალიან კმაყოფილი ვარ. ცოტა პატარა ინციდენტები იყო, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია ყველაფერმა ისე კარგად მშვიდობიანად ჩაიარა. გემშვიდობებით თქვენ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.